President George. და გადასწრას 99 წელს სოფლიოში პირველ რესტორანს საქართველოს. ეს ვერ არ ყოფილა შემთხვევა. Take this one. რა ძნელად შევდება ყველაფერი. გესაქმია, ახალი საქმეა. ყველას ვერ მოგწევს. Telbasi რამდენი გექნება გიწვე? დია. საათობი მომწევოდი. რამდენსაც მუშაობენ იმ დროს სპეციალურად ამბობთ, სტუდენტები იქნებიან, ზოგი 20 საათი მუშაობენ სამსახურში. სტუდენტები ხარ? მათი გრაფიკი შესაძლებელი მასშტაბების მოარჩი ბიზნეს მოგიდეს ხოლმე მეცნიერება და ბიზნესი. სუჩქონია ხო არ იქნება. My dear friends, dear guests, our close friend, Mr. Temur, Chairman of the Parliament, Mayor of the town, and where is my little friend here, Anna? This ნიშნულოვანი მოვლენა მოხდა სოფლიოში სახელგანთქმული კომპანია McDonald's შემოვბრძანდა საქართველოში მის დედაქალაქში. This indeed is an important event for Georgia today because the world-renowned McDonald's company has made its official entrance to Georgia. მოხიბლული ვარ იმ ტემპებით და მასშტაბებით, რაც ამ სახელგანთქმულ კომპანიას ახასიათებს. And also I want to commend and say my good words and compliments and congratulations for the speed actually that you have proceeded in making this a reality. ძალიან ცოტა ხნის წინ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს და მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე სწრაფად და ასეთი უმაღლეს ხარისხის გათვალისწინებით შეიქმნებოდა ეს ობიექტი. It seems it was only a few days ago really that we first met and in those days it was hard to imagine that it would become a reality so soon. ეს არის ამერიკული ტემპები და განსაკუთრებით ჩიკაგოსაც შემოსწრებდა. This is the American pace of living, especially the Chicago one. მე შეგვიძლია არ აღნიშნო რომ ეს შენობა აი გარედან რომ გადახედავ, გადაათვალიერებ მთელ ამ რეგიონს არ არის უცხო სხეული. I cannot fail to mention today also when we look at the building from outside how wonderfully it blends with the architecture of the city. შესანიშნავად შეეწერა მანსამლში. So it has become an integral part of the city. არ დაგიმალავთ ქართველები ძალიან ნერვიულობდნენ რა გამოვა რა იქნება. I will be frank, the Georgians were very anxious and nervous even what this new restaurant would be. მეგობრებმა ინვესტორებმა გაითვალისწინეს ეს ქართველების განსაკუთრებული დამოკიდებულება თავისი დედაქალაქის. And we're very grateful to our investors and to McDonald's that they have taken into account these sensitivities and these feelings of the Tbilisians. მე მივესალმებ იმას, რომ თქვენ უკვე დაამყარეთ კავშირი საქართველოს ფერმერებთან, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან. I also welcome the fact that you have already established working relations with Georgian farmers with მე ჩვენ პირველ შეხვედრაზე უკვე გითხარით, რომ არსად ისეთ ეკოლოგიურად სუფთა
გემრიელი არომატული პროდუქტი არ იქნება სოფლის მეურნეობაში როგორც საქართველოში. And you may recall at our very first meeting, I told you that nowhere else in the world can you have such ecologically clean and delicious food as in Georgia. Maxsus ძალიან კარგი. ყველაზე მეტად მე ის მახარებს, რომ მაკდონალდის შემოსვლა საქართველოში ახალ სტიმულს მიცემს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. And I also believe that McDonald's entrance to Georgia will give another impetus, another incentive to the further development of Georgian economy. როგორც მე ვიცი, პროექტით გათვალისწინებულია დაახლოებით 10,000-მდე ადამიანის დასაქმება საქართველოში. And the number of people that will be employed in the chain of the McDonald's restaurants here. ეგერ მე ვხედავ გივი აბალაკს It's 10,000 people, as I was told, and I can see Mr. Gia. ფერმერს გორიდან, რომელმაც თავისი ადგილი უკვე იყო ამ საქმეში. A farmer from Gori who has already found his place and his niche in this. ასეთი ძალიან ბევრი გამოჩნდება საქართველოში ფერმერები. And there will be many more farmers, I believe, in Georgia. და ისინი თქვენი დარწმუნებული ვარ, ღირსეული პარტნიორები იქნებიან. And I believe that they will be your reliable partners and worthy partners in Georgia. ერთხელ კიდევ მოგესალმებით. Once more, welcome everyone. თქვენთან ერთად მინდა მადლობა უთხრა ყველას, ვინც ხელი შეგიწყო თქვენ, ვინც თქვენთან ერთად აქ შრომობდა. And in your person, I want to extend also my very sincere thanks to everyone who's put their effort in this. ვიცი რომ თქვენი ძალიან აქტიური პარტნიორია თემურ ჭყონია. I know that Temur Chkonia is one of them, ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე. a prominent Georgian businessman and public figure. ბევრი გააკეთა ქალაქის მერია. I know how much the Tbilisi municipality has contributed to it. მადლობელი ვარ ბატონი ელჩისა, რომელიც ისევე განიცდის ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება როგორც ჩვენ. I'm especially grateful to the American ambassador to Georgia, who I know that takes things as close to his heart as we, the Georgians, do. ეხლა მე ვიცი ძალიან კარგად რომ მაკდონალდი არის შესანიშნავი გადამხდელი, თუმცა ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. And one more thing, we know that McDonald's is a very honest taxpayer, although we're not very much interested in that aspect of it. გისურვებთ რომ თქვენთვისაც და საქართველოსთვისაც სასიკეთო ნაბიჯი ყოფილიყოს. May I wish you all success in your work. ერთ რამეში არ ვარ დარწმუნებული. ქართველები არიან ოსტატების აკრძალულ ადგილებში ღვინის შეტანის. But one thing I'm not very sure is that Georgians are especially masterful in introducing alcoholic drinks, especially wine where it's forbidden. თუ გაგიჭირდეთ მომართეთ და And if you have any problems in this regard, do not hesitate to communicate that to me. ძალიან გავიხარებ პირველ სართულზე. 50 ახალგაზრდა ანგელოზები, ბიჭები, შესანიშნავი ბიჭები და გოგოები, სტუდენტები, რომლებიც აქ იმუშავებენ, იშრომებენ და ამავე დროს ისწავლიან. I was also delighted to have a very brief conversation with the young, almost 50 employees downstairs. They are students and they will be working here at the McDonald's restaurant. მათი სახელითაც მადლობას And მოგახსენებთ. on their behalf too, thank you all very much for making კარგად this იყავით, happen. ბედნიერ Thank you. So one for you, and one for me, huh? Yes. So please. Here. The first time I'm gonna show you, okay? Like this, and then open your mouth. Very good. Very good. You need a big mouth.
ხასოხი. ოშო კარგად იღებს.